თემაზე საუბარს სტუმართან ვაგრძელებთ. დღეს ჩვენი სტუმარი ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძეა. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და დავიწყოთ მუზეუმით საუბარი. როდის გაიხსნება და საიდან წამოვიდა საერთოდ იდეა, რომ რეპრესირებული წიგნის მუზეუმი ყოფილიყო ეროვნულ ბიბლიოთეკაში? გაიხსნება ან დეკემბერში, ან იანვარში. დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ ყოვლისა და მოგესალმებით. რაც შეეხება იდეას, იდეა ტრიალებდა ძალიან დიდი ხანია. და ის ეკუთვნის მათ შორის ჩვენი ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს ლევან თაქთაქიშვილს ჩვენ გვინდოდა რაღაც თვალსაზრისით თქვათ ერთი მიმართულებით პატივი მიგვეგო თქვათ იმ წერლებისთვის და ავტორებისთვის რომლებიც თავის დროზე იყვნენ აკრძალული და მეორე მხრივ გაგვეცოცხლებინა ის ისტორია რომელიც გულისხმობდა საქართველოში რეპრესირებული წიგნის ისტორიას რაც ცხადია არ გულისხმობს ასევე მოკლე ისტორიას იმ უბრალოდ მიზეზის გამო რომ ეს ყველაფერი იწყება ჯერ კიდევ ერეკლე მეფის დროს, როდესაც ჭაბუკი ამილახოვის წიგნი აიკრძალა, რომელიც იყო ერთ-ერთი თქვათ ინიციატორი თქვათ იმ შეთქმულებისა, რომელიც მოეწყო ერეკლე მეფის წინააღმდეგ და შემდეგ თქვათ ეს წიგნი გამოიცა რუსეთში და საქართველოში რაც უნდა გასაკვირი იყოს მიუხედავად იმისა რომ თქვათ ჩვენ ვიყავით აი ამ კოლონიალისტური რეჟიმის ნაწილი აკრძალული იყო გასაგები მიზეზების გამო იმიტომ რომ ეს ადამიანი აკრიტიკებდა ქართულ იმდროინდელ ხელისუფლებას და რაღაც თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს არის პირველი პირდაპირ რეპრესირებული ქართული წიგნი თუმცა ვიღაცა შეუძლია თქვას რომ რეპრესირებულ წიგნებს შორის არის ასევე თქვათ ვეხვისტყაოსანი რომელთაც რიგი მოღვაწეები ებრძოდნენ მათ შორის სასულიერო მოღვაწეებიც თუმცა ასევე იქვე უნდა აღნიშნოთ რომ ვეხვისტყაოსანი არის სასულიერო მოღვაწეების გადარჩენილივე იმიტომ რომ იმ დროს თქვათ წერა-კითხვა სხვა არავინ არ იცოდა და ისინი აგრძელებდნენ ასე რომ ცოტა რთულია თქვათ საიდან შეიძლება იმის დაწყება თუ სად იღებს სათავეს ზოგადად რეპრესირებული წიგნის ისტორია საქართველოში მაგრამ ეს უფრო მკვეთრი ამბავი ალბათ არის ეს ჭაბუკი ამილახოვის ისტორია რომელიც ერეკლე მეფიდან იწყება თუმცა ალბათ ყველაზე აქტიური ეს პერიოდი მაინც არის საბჭოთა კავშირს უკავშირდება და რეპრესიას რომელიც საბჭოთა კავშირის დროს და მანამდეც პრინციპში არსებობდა ბუნებრივია მეფის ცენზურა, რომელიც გარკვეულწილად იმთავითვე ჩანასახში ვესპობდა სხვადასხვა წიგნს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს ეს ყველაფერი გახდა ტოტალური და მან რამდენიმე ფორმა მიიღო სხვათა შორის რეპრესიის. ცხადია პირველ ყოვლისა ეს გახდათ წიგნების არ გამოშვება, უკვე გამოშვებულ წიგნებთან დაკავშირებით რიგი მათგანის შეიძლება დაწვაც კი ან სამუდამოდ თქვათ ამოშლა ჩვენ წიგნით მეხსიერებიდან რიგ შემთხვევაში თქვათ შეიძლება ეს ყოფილიყო ნიუანსური თქვათ გადახაზვა რაღაც სახელების რომელიც არ აწყობდა იმ დროინდელ საბჭოთა კავშირში ან ზოგიერთი ფურცელის ამოხევა და რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება ყოფილიყო თვითონ ავტორების დაპატიმრება ბუნებრივია და გაციმბირება და შემდეგ უკვე 37 წელს მოიხსენება თუ რაც და როგორც ხდებოდა და ბუნებრივია ყველა ის ავტორი რომელიც შეეწირა რეპრესიებს იმ თავითვე გულისხმობდა რომ მათი წიგნებიც იყო აი ამ რეპრესიების მსხვერპლი გარდა იმ ავტორებისა რომლებიც თავის დროზე თქვათ გაიქცნენ ემიგრაციაში გულისხმობ ცხადია გრიგოლ ობაქიძეს, სიმონ ბერეჟიანს და სხვებს ვიქტორ ნოზაძეს. თუმცა არსებობდა სპეცფონდიც, შეიძლება და არ განადგურებული იყო, მაგრამ ეს წიგნები ამოღებული იყო ბიბლიოთეკებიდან და ინახებოდა სპეცფონდში. ამ ფონდის ისტორია რო გითხრათ და ალბათ ძალიან საინტერესოა თვითონ ის თანამდებობის პირები, რომლებიც ამ ყველაფერს საბოლოოდ სათავეს უდებდნენ და ხდიდნენ წიგნს, ასე ვთქვათ, გარიყულს და ეს არ იყო მკითხველისთვის ხელმისაწვდომი, რამდენად ინტერესდებოდნენ ამ ლიტერატურით და რომელი წიგნი იყო მათთვის საინტერესო და რამდენად ხშირად სტუმრობდნენ ასე ვთქვათ ამ ასეთი სტატისტიკა თუ რომელ წიგნებს კითხულობდნენ ეს ადამიანები ბუნებრივია არ არსებობს თქვენ ალბათ საუბრობთ ყოფილ წიგნის პალატაზე რომელსაც წიგნის ციხესაც ეძახდნენ ხოლმე აქ იყო მოთავსებული სხვადასხვა ის გამოცემა სხვადასხვა დროს რომელიც აი ცენზურას ემსხვერპლა თუ შეიძლება ასე ვთქვათ ეს გახდათ მათ შორის კვაჭი კვაჭანტირაძეც ვთქვათ მიხეილ ჯავახიშვილის ივანე ჯავახიშვილის საქართველოს ისტორიაც და ასე შემდეგ და შემდეგ აქ მოხვედრილი წიგნების ნახვის უფლება ცხადია ჰქონდა მხოლოდ შესაბამის ადამიანს ვთქვათ ეს იქნებოდა მთავლიტი თუ შემდეგ ეს იქნებოდა ვიღაც ცეკას წარმომადგენელი რატომ ნახულობდნენ ეს ადამიანები ამ წიგნებს ეს ვთქვათ გასაკვირი არ არის უბრალოდ მათთვის ალბათ საინტერესო იყო თუ რას გრძალავდა თუნდაც მათი წინამორბედი და შესაბამისად ვთქვათ შეიძლებოდა რაღაცების გათვალისწინება ცუდი გაგებით თუმცა
ეგრეთ წოდებული დათბობის პერიოდში რამდენიმე წიგნმა საბჭოთა კავშირის დროს გულისხმობა ხრუშჩოვის პერიოდს და შემდეგ უკვე ასევე ეგრეთ წოდებული თქვათ პერესტროიკის პერიოდში, ანუ გარდაქმნის პერიოდში რამდენიმე წიგნმა გამოაღწია ამ ციხიდან. თუმცა იყვნენ წიგნები, რომელთა გამოღწევაც მხოლოდ თქვათ 90-იან წლებში მოხერხდა სხვადასხვა ფორმით, მაგალითად იგივე გრიგოლ რობაქიძის გველის პერანგი გამოვიდა ამ პერიოდში და მათ შორის სხვათა შორის კონსტანტინე გამსახურდიას თვარის მოტაცების თქვათ საბოლოო ანუ სრული რედაქციაც გამოვიდა 90-იანებში, მანამდე ის გამოდიოდა თქვათ იმ რედაქციით, როგორც ეს აწყობდა საბჭოთა კავშირში. რამდენიმე წიგნი უკვე ვახსენეთ, თქვათ ხვდებით დაახლოებით რა ექსპონატები იქნება რეპრესირებული წიგნის მუზეუმში წარმოდგენილი, თუმცა მაინც უფრო ისევ ცვლად რო უთხრათ მაყურებელს. ხვდებით რომ ძალიან მრავალფეროვანი იქნება ამ წიგნების ჩამონაცვალი. ეს ამ მუზეუმის თქვათ ესეთი ვირტუალური სახე არის დაახლოებით ასეთი, რომ მუზეუმში იქნება წარმოდგენილი თითო ცალი, თქვათ ყველა იმ ავტორის წიგნისა, რომელიც თავის დროზე იყვნენ რეპრესირებული, ну დავიწყოთ თქვათ აი ამ რარიტეტული გამოცემით, გულისხმობა იმ ჭაბუკ ამელახოს ისტორიას და გავაგრძელოთ თქვათ თუნდაც ცისფერყანწელების წიგნებით, თუნდაც უკვე ჩამოთვლილი ავტორების წიგნებით, მათ შორის იმ რელიგიური წიგნებით, რომელიც თქვათ თავის დროზე აი მებრძოლ უღმერთოთა კავშირი, როცა შეიქმნა საბჭოთა კავშირის დასაწყისში მათ მიერ იყო აკრძალული და მოყოლებული თქვათ სადღაც თუნდაც იმ წიგნებით, რომელიც 90-იანებში სხვათა შორის შეიძლება თქვენ არ გახსოვდეთ, მაგრამ აი ბრჭყალებში პატრიოტულად აღზნებულმა მოქალაქეებმა დაწვეს. ესეც ბუნებრივი არის რეპრესიის და აუდიტოფეს ერთ-ერთი სახე. შესაბამისად, თქვათ, აი ასეთი გაფორმება ექნება მუზეუმს თავისი აღწერილობებით და ჩვენ შევეცდებით, რომ გარემოც იყოს საბჭოთა პერიოდის ტიპის, მე გულისხმობ, თქვათ, იმ ნივთებს. ანუ სხვა ექსპონატები. ახასიათებთ, ახლა, ну ეს ექსპონატები შეიძლება პირდაპირ არ უკავშირდებოდეს, ეს უბრალოდ იქნება ერთგვარი, თქვათ, ინტერიერის შემადგენელი ნაწილი. გავიგეთ რომ დეკემბერში, იანვარში გეგმება მუზეუმის გახსნა და პრინციპში უკვე ექნება საშუალება როგორც ბიბლიოთეკის სტუმრებს, ასევე დამთვალიერებელს მოვიდეს და ეს სტუმრს სხვა სამოვალ გეგმებიც ალბათ საინტერესოა ჩვენი მაყურებლისთვის. და დღევანდელ პრესაში ამავე კითხეთ 2014 წელი იგეგმება რომ გამოცხადდეს წიგნის წლად და ეს ალბათ ძალიან მისასალმებელია, რა თქმა უნდა პირველ რიგში თქვენი მხრიდან და როგორც კვლევა ადასტურებს, მოზარდებში წიგნიერების დონე ძალიან დაბალია, საშუალოზე დაბალია სტანდარტულ სკალასთან შედარებით. თუ აპირებს, თუ გაქვთ რაიმე თქვა პროექტები მომავალი წლისთვის დაგეგმილი უკვე რაც ხელს შეუწყობს ამ ყველაფერს და რა გეგმები აქვს ზოგადად. გეგმა გვაქვს ბევრი, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით რომ დაუკავშიროთ, თქვათ, აი ამ ინიციატივას და ჩვენ ამ ინიციატივის ხელმომწერები ვართ. ეს ინიციატივა არის გამომცემლობა დიოგენესი და შემდეგ რამდენიმე ორგანიზაცია შეუერთდა. მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელიც. ძალიან კარგი. ჩვენ ვფიქრობთ ასევე უახლოეს მომავალში გავხსნათ საბავშვო ბიბლიოთეკა, საბავშვო საღმაწვილო ბიბლიოთეკა, რომელიც თქვათ იქნება როგორც პატარებისთვის, რომლებსაც მშობლები დატოვებენ ბიბლიოთეკაში და ასეთი ნიუანსური თქვათ მცდელობები ჩვენ უკვე გვაქვს და ასევე თქვათ სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ხშირად შეხვდებიან სხვადასხვა ავტორებს და თქვათ თარგმნელებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომელიც ფიქრობ ხელშეუწყობს აი ამ წიგნიერების დონის ამაღლებას, თუმცა მე მაინც არ მგონია ესე კატასტროფულად საქმე, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც კვლევებში მეც ვიღებდი მონაწილეობას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩემი სტუდენტი იმაზე მეტ ნაკითხობას ავლენს, ვიდრე ჩვენი თაობა ავლენდა თავის დროს. ეს ძალიან სასიხარულოა ნამდვილად, თუმცა ალბათ ეს უკვე მასაზე იგულისხმება. გისურვებთ წარმატებებს ნებისმიერ პროექტში. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და გვიანბა ძალიან საინტერესო თემის შესახებ რეპრესირებული წიგნის მუზეუმი გაიხსნება უახლოეს მომავალში ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ჩვენ გავდივართ რეკლამაზე, ძალიან მალე დაგიბრუნდებით. არ გადაერთოთ. ზევით, ქვევით